58 წლის განმავლობაში ვეძებ ჩემ ნათლიას. და დადგა ეს სანატრელი დღეც ვიპოვე გულნაზი ხარაიშვილი. ინტერნეტ სივრცის მეშვეობით. დამეხმარა ინტერნეტი ძალიან ამის ძებნაში. ერთ-ერთ ხვანელ ხაზი ქონდა დაწერილი წერილი. და ჩემარ ძალმა სახელით და გვარით იპოვა ეს და გადმომიგზავნა მე ეს ინფორმაცია და იქიდან მოყოლებული წერ გულნაზი ნათლია გეხვეწების შემეხვმიანე და ამ დროის განმავლობაში დავეკონტაქტეთ ერთი მეორეს და დღესდღეობით მომიწვია თავის სამსახურში და ძალიან კმაყოფილი ვარ ვეფერები ძალიან სულით და გულით ამ დღეს საწყალი დედაჩემიც რომ მოსწრებოდა ძალიან გაუხარდებოდა იმიტომ რომ მოსურნე იყო ამ ჩვენი შეხვედრის და რა ვიცი პოეზიასთან ნათლისგან არა მე პოეზიასთან ჯერჯერობით არა ვარ არ მიცდი არანაირად ერთი წელი ხდება უკვე ამ აკადემიის წევრი ვარ ძალიან კმაყოფილი და უბედნიერესი რადგან ქალბატონ გულნაზთა შეხვედრა ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება გულწრფელად ვამბობ ვხატავ წერ ლექსებს ამ ბოლო წლებში შექმნილი მაქვს ალბათ 100 მეტი ტილო. და ჩემი პროფესიად გავიხადე და ასე მივყვები ცხოვრებას. არა, კი, ერთი წელია უკვე. და უკვე ჩემი ლექსებიც იბეჭდება ათინათშიც დაიბეჭდა ბოლო ამ წელში ბოლო დროს გამოცემულ ნომრებში და ანთოლოგიის უკვე მეორე ტომში. ქალბატონმა გულნაზიმ მომიწვია მეც სიამოვნებით დავთანხმდი აკადემიაში გაწევრიანებას როგორც ხელოვანი ძალიან მიხარია რომ მე ვარ აკადემიის წევრი და სიამოვნებით მოვდივარ ყოველ ღონისძიებაზე. როგორი ქალბატონია ურთიერთობაში ქალბატონი? საუკეთესო თბილი მოსიყვარულე მართლა ნამდვილი დედაა და დედობას გვიწევს მთელ აკადემიის წევრებს სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. ქუთაისიდან ჩამოვედი ამ აკადემიის წევრი ვარ ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი აკადემიის წევრი ვარ და ქალბატონ გულნაზის ქონდა ახლა ანთოლოგიაში დავებეჭდე და პრეზენტაცია არის ამ წიგნის და ჩამოვედი ამ წიგნის თაობაზე ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან ნასიამოვნები ვარ ამ კოლექტივის რო ვთქვათ ქალბატონ გულნაზის და მისი აკადემიის ყველა წევრის ძალიან თბილი და გულთბილი სასიამოვნო შეხვედრა გქონდა ჩვენ ქუთაისიდან ჩამოსულ დელეგაციას და ნასიამოვნები ვარ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინაც ასეთი თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მოგვიწყო გმადლობთ თქვენს და ასევე თქვენ ტელევიზიასაც ეს აკადემია ჩემთვის ყველაზე ძვირფასია თუ რამ გამიკეთებია 70 წლის მანძილზე დიდი სიხარულით მოვდივართ ხოლმე და სასიხარულია ის რომ ამ არაჩვეულებრივ წიგნებში ვიბეჭდები ანთოლოგიის მე-16 ტომში თითქმის 6-7 გვერდი მაქვს და ძალიან გახარებული ვარ მადლობელი ვარ ქალბატონი გულნაზეს მადლობელი ვარ საერთოდ ჩემი ბედის რო აქამდე მოვედი და ჩემი ბავშვობის ოცნება ამისრულა ქალბატონმა გულნაზემ ეს გახლავთ ჩემი ოკრება ჩემი პირველი წიგნი ჩემი ბავშვობის ახდენა ეს გახლავთ ჩემი ნასახლარი სადაც აღარავინ აღარ ცხოვრობს და დანგრეულია უკვე. დიდი ტკივილია ჩემთვის, მაგრამ დიდი სიხარულია ის, რომ დედა გულნაზმა გაუწია რედაქტორობა ამ ციკლს და უდიდესი სიხარული მაჯოკა. მადლობა დედა გულნაზ, მადლობა რომ ამ ქვეყნად არსებობს იგი და ჩემი 20 წლის დაკარგული დედა გამიცოცხლა. მივესალმები თქვენს მაყურებელს. მაქვს პატივი რომ კიდევ ერთხელ ანთოლოგიის მე-16 ტომის პრეზენტაციას ვესწრებოდე და თან წარუძღვე. მნიშვნელოვანი ეტაპია ალბათ ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის ისტორიაში, ვინაიდან ერთობლივად მთელმა პრეზიდიუმს ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ და უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო მეტი აღმატებულობით სამეცნიერო მიმართულებებს მიუძღვნათ შემდგომი გამოცემები და ზოგადად საქმიანობა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია ის, რაც აქ არის წარმოდგენილი, როგორც ეკონომიკაში, ისე სხვა მიმართულებით. წინა ნომერში კოსმოლოგიამდე იყო მისული და მე წუხელ მქონდა საუბარი სხვათა შორის ბატონ გიადვალთან და უშუალოდ ჩვენ სამეცნიერო თემასთან ღვთაებრივი ემოციური ინტელექტი და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები მისი რჩევები იქნება ფასდაუდებელი და ჩვენ ერთობლივ საქმიანობას გავაგრძელებთ ის როგორც ზოგადი ფიზიკის და კოსმოლოგიის და მტკიცებადი მეცნიერების ჩვენი მხრიდან კი როგორც არამტკიცებადი პირობითი დაყოფა არის ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ მეცნიერების მიმართულება და ორივენი ესენი საქართველოდან ეს არის მთავარი ამ გამოცემაში საოცარი გალერეა პოეტების და ეს ისედაც ცნობილი ფაქტია და შესაბამისად ეს თემაც მიმდინარეობს და არის ახალი რუბრიკები, რომელიც კიდევ უფრო მაღალ ინტელექტუალურს და საინტერესო და მრავალფეროვანს ხდის ამ გამოცემას და მხოლოდ და მხოლოდ მადლიერება და აი გამორჩეული სიყვარული უნდა უთხრათ ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს იმ ფასდაუდებელი და საოცარი შრომისათვის, რომელსაც ის იღებს ხოლმე ყველა ნომერთან და ზოგადად აკადემიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. დღევანდელ დღეს გვაქვს ანთოლოგიის წარდგენა, რომელიც ბოლო ნომრით გამოიცა, მე-16 ნომერია, ჩვენ მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით. მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიას, ხელმძღვანელობს ქალბატონი გულნაზი ხარაიშვილი. რა თქმა უნდა, აკადემია ჩვენთვის არის ძალიან დიდი შესაძლებლობაც, ცნობიერებაც, სიღრმეც და თავისუფლებაც, რომ საკუთარი ნიჭი გამოსცე როგორც უნივერსალური ძალა, მადლი, ღვთიური და შენი ენის აღმავლობისთვის მისცე ძალიან სხვა აი საოცარი გზა, იმიტომ რომ ენა წარმოადგენს ჩვენს ქართულ ენაზეა საუბარი აქ ღვთიურ საწყისებს, ძალას ღმერთთან და ენერგეტიკას ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი რამეა ენაზე დამოკიდებული თვითგანვითარებაზეა, ენაზეა, იმიტომ რომ ენას გააჩნია ძალიან ღრმა და დიდი ენერგეტიკული ველი, რომელიც ადამიანს აყალიბებს გარდა სულიერებისა, ჯანმრთელობისა, ცხოვრებისეული ხედვისა, არ ვიცი, შთაგონების წყაროც არის, ყველაფერია. მე ენას ჩემ ქართულ ენაზე ვგიჟდები და ვფიქრობ, რომ აი რაც შეიძლება ყველაზე მეტი მაღალი ძალა, ენერგეტიკა და ის სიღრმე ვიპოვო, რასაც მის ჩვენი წინაპარიდებდა მასში. ეს არ ვიცი, საოცარია. მე მოკლედ ვეთაყვანები ჩემ ენას, თავისთავად ჩემს აკადემიას, ვარ ხათუნელიაშვილი, წერ, ვარ პოეტიც, მაგრამ ეხლა უფრო გადასული ვარ მეცნიერების საკითხებში, დავინტერესდი სიღრმისეულად ქართულ ენაზე და მადლობას მოვახსენებთ ჩვენს აკადემიას, ქალბატონ გულნაზის, ამ დიდებულ ქალბატონს და თქვენც. პრეზენტაცია არის დღესდღეობით ჩვენი ანთოლოგიის გამოვიდა, ჩვენი მე-16 ტომის დიახ ანთოლოგიის და ჩვენი აკადემია ძალიან წარმატებული არის, ძალიან წინსვლა გვაქვს ცალკე ათინათში, ცალკე ანთოლოგიაში. ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი არის შესანიშნავი ჩვენი პრეზიდენტი, მოყვება უდიდგანვე ამ საქმეს. ისეთი მადლობელი ვართ, ისეთი უთბილესი დედა გულნაზი ყავს, უკეთესი არ შეიძლება. თქვენც კარგები ხართ, ყველა კარგები ვართ და ასე მივდივართ წინ. აუცილებლად გვინდა წინსვლა. აუცილებლად. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ჩვენი აკადემიის საქართველოს წინსვლა, საერთოდ ყველაფრის ქართველი ერის წინსვლა და ჩვენი წინსვლა. ეს არის ჩვენი მიზანი, ყველაზე დიდი. დღევანდელი დღის ძალიან დიდი მადლობელი ვართ თქვენთანაც, ყველასთანაც, ქალბატონ გულნაზისთანაც და აღორძინდეს საქართველოს და ჩვენი აკადემია. დღევანდელი საღამო ეთქნება ანთოლოგიის პრეზენტაციას. მეც ამ აკადემიის წევრი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ბიბლიოთეკის დირექტორი ამ ბიბლიოთეკის, მაქვს პატივი, რომ ყოველ პრეზენტაციაზე უტრიბებიან ჩემთან პოეტები, მწერლები, სხვადასხვა პროფესიის მასპინძელიც ვარ და მახარებს, რა თქმა უნდა, აი ესეთი ღონისძიებები ყოველთვის, რადგან ბიბლიოთეკის დანიშნულება ზუსტად ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი პოეზიის საღამოები ჩატარდეს, ლიტერატურული საღამოები, წარდგენები, ახალი გამოცემების და რა თქმა უნდა ეს ქალბატონი გულნაზის დიდი დამსახურება, რადგან ძალიან კარგად ვიცი თუ რამ ხელა შრომას მოიწევს თითეული წიგნის კრებულის გამოცემა და უზარმაზარი შრომა ჩადებული. ბავშვობიდან წერდი ლექსებს, მაგრამ არასოდეს არ მიფიქრია, რომ ჩემი ლექსები
ნახავდნენ მზის სინათლეს და ოდესმე დაიბეჭდებოდა. რა თქმა უნდა ეს თავისთავად უკვდავება, ყველანი წარმავალები ვართ, მაგრამ დარჩება ეს კრებული ბიბლიოთეკაც და დარჩება ჩემი ლექსებიც. ვარ ჯუმბერლეჟავას სახელობის აკადემიის წევრი. რა თქმა უნდა, აკადემია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ აკადემიაში გარდა იმისა, რომ ჩვენს ხელოვნებას წარმოადგენთ, მეცნიერები თავიანთ ნარკვევებს, თავიანთ ნაშრომებს წარმოადგენენ, გარდა ამისა ეს არის მართლა სულიერების დიდი ტაძარი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ძალიან დიდებულად, რომ ვთქვათ, მოუძღვება წინ ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი, აკადემიის პრეზიდენტი და ყველაზე უფრო ის მიხარია, რომ დღევანდელ დღეს მით უმეტეს როდესაც საქართველოს ასე ვთქვათ გადის აი ამ ცვლილებების პერიოდს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ძალიან შეკავშირებული იქნება ხელოვანი ადამიანები, მეცნიერები, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ჩემს ქვეყანას წაადგება და დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად გადაწყდება ისე რომ უფალს როგორც უფალი ინებებს რა თქმა უნდა, მაგრამ რადგანაც ჩვენ ქრისტეს მიერი ვართ, მე მგონი ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მადლობა ყველას. რა თქმა უნდა ეს ანთოლოგია და ათენათი ემსახურება სხვადასხვა რაიონში მაცხოვრებელი, სხვადასხვა ასაკის მოაზროვნის მისი შემოქმედების წარმოჩენას, სააშკარაოზე გამოტანას, მკითხველის წინაშე მოტანას და რა თქმა უნდა მკითხველის შემდგომ თვითონ აი ამ ჟურნალიდან იქნება თუ ანთოლოგიიდან იქნება არჩევს იმ ღირსეულ მოაზროვნეებს, რომელთა ლექსები ალბათ მე გულში ჩაებეჭდება, ან ჩაიწერს, ან შეყვარებულს მიუძღვნის, ან დედას მიუძღვნის, ან სამშობლოს მიუძღვნის, ყველა შემთხვევაში მისაღები იქნება და სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, ხო, მამემა რა დააშავა. ნუ ყველა შემთხვევაში ეს ლექსები მრავალფეროვანია და ეზღნება კუთხეს, სამშობლოს, ტომები რომ არ გაჩერდება, ეს თავისთავად ცხადია ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ რა გამოლებს საქართველოში ნიჭიერს და მოაზროვნეს საქართველოს ყოველ მეორე პოეტი არისო, ასე ამბობენ და რა გამოლებს ღმერთმა ქნას რომ ქალბატონი გულნაზი შეაძლებინოს მისი რედაქტირება, შეგროვება, გამოცემა და მკითხველის წინაშე წარმოჩენა და იმ ადამიანების წარმოჩენა, ვინც იმსახურებს აი მოფერებას, პატივისცემას, რომლებიც ამ ლექსებს ქმნიან თუ მინი პოემებს ქმნიან. და ქალბატონი გულნაზი რა თქმა უნდა აი ამ საქმეში არის ყველასთვის გადაფარებული როგორც მფარველი ანგელოზი რომ გამოაჩინოს და სახელო მათი შედევრი თუ ნაწერი მკითხველამდე მიიტანოს. ხმამაღალი ნათქვამი იქნება რომ პოეტი ვარ, ვწვალობ, ჩემ თავს ვახარებ, მე მგონი მკითხველსაც, დავიბადე ვანის რაიონში, ვცხოვრობ ბაღდადის რაიონში და დიდი სიხარულით მომეჩქარება, როცა არის ჯუმბერლეჟავას სახელობის აკადემიაში შეხვედრები და შეკრებები, აქ უთბილესი დედა გულნაზი გველოდება, ფუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ახალი აზრები, ახალი იდეები იბადება და მადლობა უფალს, მადლობა ქალბატონ დედა გულნაზის, რომ გვაქვს ბედნიერება შეხვედრების პირადად თქვენთან და ბედნიერი ვარ დღესაც, რომ აქ ვარ და წარმოვადგენ ჩემს რაიონს, ჩემს სოფელ წითელხევს, ჩემს ბაღდადის რაიონს და ჯუმბერლეჟავას აკადემიას. მინდა დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ჩემი პოემა იქნა დაბეჭდილი ათინათის ერთ-ერთ გამოცემაში, თუმცა როგორც ქალბატონმა გულნაზი ხარაიშვილმა აღნიშნა, ეს არის პერიოდული გამოცემის ლიტერატურული ჟურნალი, ასე ვთქვათ, და აქედან გამომდინარე იმისათვის, რათა უკვდავეყო ჩემი ნაწარმოები და ჩემი პოეზია, მან პატივი დამდო იმისა, რომ დაებეჭდა ჩემი პოემა ანთოლოგიაში და ჩემთვის უდიდესი პატივია, უდიდესი სიამაყე არის ის, რომ დღეს აქ დასწრება შემიძლია და უპირველეს ყოვლისა მინდა რომ უდიდესი მადლობა გადავიხადო ბატონ ქალბატონ გულნაზი ხარაიშვილს, რომელიც წყალობითაც შესაძლებელი იქნა ეს ყველაფერი და რომელმაც ჩემში დაინახა ნიჭი და რომელმაც ჩემში დაინახა ის პიროვნება, რომელსაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ რაიმე სახის ახალი სიტყვა ეთქვა ქართულ ლიტერატურაში. ეხლა შენ რა მითხარით, რა განცდა 17 წლის ახალგაზრდა კაცისთვის, როცა ასეთ თავის უფროს, რა თქმა უნდა, ასაკობრივად უფროს, უფრო გამოცდილ პოეტებთან, მწერლებთან ურთიერთობა უხდება უკვე ამდენი ხანი?
დიახ, ჩემთვის ეს უპირველეს ყოვლისა არის უდიდესი მიღწევა, ვინაიდან მაინც ასაკის ფაქტორი რომ ყურადღებაში მივიღოთ. ბევრი ჩემს თანატოლს შესაძლოა არც კი იფიქროს და შესაძლებლადაც კი არ ჩათვალოს ის რომ მსგავსი წარმატების მიღწევა შესაძლებელი და ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა და დიდი მიღწევა არის და მინდა რომ დიახ, რა თქმა უნდა მაქვს სიამაყე და უპირველეს ყოვლისა მინდა რომ ეს ჩემი გამარჯვება ისევ ჩემს თანატოლებს მიუძღვნა და მათ დაუმტკიცო და მათ ვაჩვენო რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელი, ასაკი ამ მხრივ მხოლოდ რიცხვი არის და არ უნდა იქნეს მიღებული როგორც რაიმე შემოფარხებელ ფაქტორად. არ არის დიდი ხანი რაც აკადემიაში მოვედი და ქალბატონ გულნას შევხვდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას თითეული დღისთვის და თითეული დღე, როდესაც მე აქ მოვდივარ, ჩემთვის ნამდვილად დიდი დღესასწაულია. დღესაც დიდი მოლოდინით ველოდები და ვნახოთ როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე. დღეს მოვედი მორიგი ანთოლოგიის წარდგენაზე. ძალიან მოხარული ვარ ასეთ ამინდში. უკლებლივ ყველანი დაესწრენ და მეც ჩემი წვლილი შევიტანე ამ ღონისძიებაზე. ქალბატონი გულნაზი ყოველი ჩვენთაგანის დედა არის. ძალიან მშრომელი ადამიანი. ყველას ცდილობს თავისი ყურადღება გაუნაწილოს. ძალიან გვეყვარს ყველას, როგორც საკუთარი დედა. ვიმყოფები ეხლა მირზაგელოვანის სახელობის აკადემიაში, სადაც ტარდება ათინათის წიგნის პრეზენტაციის მე-16 ტომი და ქალბატონი გულნაზი დაიბეჭდა ათინათში უკვე მეორე ტომში მე-15-ში და მე-16-ში ჩემი ლექსები. ამ აკადემიაში ძალიან მიყვარს მოსვლა. დღეს არა ვარ დაბეჭდილი, პირველი შემთხვევა, მაინც მოვედი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აკადემიის ადამიანები, ჩემი ადამიანები. 3 წელია გულნაზისთან ვარ, გულნაზის აკადემიაში, ჩემი წიგნის რედაქტორია ქალბატონი გულნაზი და ჩემი ქართველი ქალის მაგალითია. მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და საერთოდ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე აკადემიაში და აქ რომ მოვდივარ, აი ყველაფერი ერთადაა სიყვარული. ენა, მამული, სარწმუნოება, აი რასაც ქვია, ის არის ხოლმე ამ აკადემიაში და ბედნიერი ვარ, რომ მე ამ აკადემიის წევრი ვარ. აი გამოვიდა კიდე ერთი მშვენიერი წიგნი, ეს არის მე-16 ტომი, ანთოლოგია ქვია, ეს არის ათინათის ჟურნალ ათინათისში დაბეჭდილი ავტორები, რომლებიც ესე იგი იბეჭდებიან, ახალი სახეები იბეჭდება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ გულნას ხარაიშვილს, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეს დიდებული ქალბატონი და შემდეგ უკვე შეჯამება ხდება აი ამ ჟურნალებიდან და წიგნად იქინძება, ძალიან დიდი საქმეა ეს და მინდა მიულოცო ქალბატონ გულნაძის ყველა ავტორს და ჩვენს ქვეყანას, რომ ასეთი მშვენიერი წიგნები გამოდის და იბადება საქართველოში. დღეს არის ანთოლოგიის მე-16 ნომრის წარდგენა. ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის აკადემია ტრადიციულად ყოველ წელს გამოსცემს აი ამ ანთოლოგიას, სადაც თავმოყრილი არის როგორც ცნობილი სახეების შემოქმედება, ასევე აღმოაჩენს ეს აკადემია და მისი ხელმძღვანელი პრეზიდენტი ქალბატონი გულნაზი ხარაიშვილი ახალ-ახალ სახეებს, როგორც პოეზიაში, ისევე სამეცნიერო სფეროში. ამიტომ დღეს კიდევ ერთი საინტერესო წარდგენა გველოდება და ვულოცავ ყველა ავტორს, თანაავტორს აი ამ ლამაზ დღეს და ვუსურვებ, რომ შემოქმედებითი მოღვაწეობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყოს მათი. ვარ არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული, სულ ახლა გამოიცა ჩემი ლექსების კრებული ფოთლების ვალსი, მიხარი ასევე ის რომ გავხდი ჯუმბერ-ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის წევრიც. დღეს შედგა მე-16 ტომის ანთოლოგიის მე-16 ტომის პრეზენტაცია, სადაც დაიბეჭდა ჩემი ლექსები, ძირითადად უფრო მოღვაწეობ ლირიკული პოეზიის ჟანრში და ძალიან დასაფასებელია, რომ მისი პრეზიდენტი ქალბატონი გულნაზი ხარაიშვილს ასეთი დიდი შრომა აქვს ჩადებული და ვიცი რომ ამ ტომის გამოცემაში აი მართლაც რომ დიდი ენერგია და ტიტანური შრომაა დახარჯული და წარმატებას უსურვებ დიდეულ ავტორს. გაოცებული ვარ ქალბატონი გულნაზის აი ეს შრომის მოყარეობით, აი ესე თავდადებულად რომ იღწვის და ამდენ ადამიანი დღეს ყველაზე ძნელი არის
ადამიანებთან ურთიერთობა დღევანდელ საქართველოში. ეს ადამიანი ახლა ქალბატონი გუნაძე ახირებს ამდენ ადამიანს, ამდენ ავტორს. მოგეხსენებათ ახლა შემოქმედი ადამიანები ცოტა ძალიან პრობლემატურები არიან ვართ და ყველასთან თავისებური სტილის გამონახვა უნდა, თავისებური ენის გამონახვა უნდა და რაღაც თავისი ბუდეში მოიქცია, თავისი ედგარ ბუდეში ყავს ესენი შვილებივით შეფარებულნი და ეფერება მათ უბეჭდავს, ასპარეზზე გამოყავს და ერთი დიდი ოჯახი აქვს შექმნილი. აი ეს პატარ-პატარა ჟურნალებში აკინძული ლექსები მე გადმოაქვს და ანთოლოგიებად აყალიბებს წელიწადში ერთხელ დღეს ჩვენ ვართ მე-16 ტომის პრეზენტაციაზე. ულოცავ ყველა ავტორს ქალბატონ გუნას ულოცავ ჩემ თავს მათ შორის და წეროთ და ვიყოთ ბედნიერები წერით. ძალიან დიდი სიყვარულით კიდევ ერთხელ მიხარია რომ გმასპინძლობთ ჯუმბერლეჟავა სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია და მიხარია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ერთმანეთს ინტელექტს გაუზიარებთ. მუსხელიშვილის სიტყვით უნდა დავიწყო. ყველაზე დიდი მათემატიკა რა არის უკითხეს თავისუფლება. ყველაზე დიდი ინტელექტიო და პასუხისმგებლობა. აქ ჩვენ არ გვაქვს აკადემიური დარბაზი, პირდაპირი გაგებით. თავისუფალი დარბაზი გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდი მათემატიკა ჭირდება მას, რომ ინტელექტუალურად ერთმანეთს მოусმინოთ და არასაქმიანი გადაადგილებები აქვთ. მე მიხარია რომ ჩვენ ვართ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ტომის, მე-16 ტომის წარდგენაზე და მიხარია რომ ჩვენ ყველანი ერთად თანაავტორები ვართ და ჩვენ გვესმის ღირებულება და ღირსება ამ ტომის. გილოცავთ. უსაზღვრო მადლიერება ამ საოცარი ღვაწლისთვის, ფასდაუდებელი შრომისთვის, დედაღამეების თენებისთვის, აკადემიის პრეზიდენტს და მთავარ რედაქტორს გუნას ხარაიშვილს და ყველას ვინც მცირედი წვლილმანი შეიტანა ამ ტომის გამოშვებაში. დიახ, არ მოგესმათ, პოეზია მეცნიერებას და პოეზია მეცნიერება ლიტერატურას და ასე შემდეგ. და ეს ნომერი ერთ-ერთი წინა ნომერი და ეს ნომერი გამორჩეულად მიმაჩნია რომ ამ მიმართულებებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ეს იქნება ამგვარად. ამიტომ შეიძლება დღეს პოეზია იმდენად ესეთი არ იყოს და უფრო მეტი თემები დაუთმოთ ამ სამეცნიერო მიმართულებას. მე სამეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი თანამდებობაზე საქმიანობის დროს მაცნეს ტომი მეჭირა ხელში იმ სამეცნიერობის და თქვი რომ ეს არის სრულყოფილი თქო. და ანდრია ფაქიძემ ჯვარს მაცვა და სწორად გააკეთა. ვისი თქვა გინდაო რომ განვითარება არ უნდა მივცეთო? და მართალი იყო. ეს რაც ახლა ხელში მიჭირავს ძალიან მაგარი ნომერია. მაგრამ მაინც არ ვიტყვი რომ ეს ის დონეა რომელიც ხვალზე უფრო მეტი და უკეთესი არ უნდა იყოს. ეს არის ძალიან მაღალი დონის, ძალიან კარგი, თუმცა უნივერსალობამდე ყველა შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი ინტელექტი ჩავდოთ ამ სივრცეში, დედის შრომაც შევსუბუქოთ და კიდევ უფრო ახალი ტომები შევძინოთ, როგორც აკადემიას, ისე ჩვენს თავს და ზოგადად ქართულ ინტელექტს და ქართულ ფენომენს. ძალიან დიდი პატივია ჩვენს საზოგადოებაში ყოფნა და ეს ჩემი აქტიური ცხოვრების წლებში ამის საშუალებები არ მქონდა, სხვაგან მოღვაწეობდი და ვერ მოღვაწეობდი ათინაში. თუმცა წერალთა კავშირის წევრი ვიყავ ყოველთვის. ისურვებთ, რომ ასეთი შეხვედრები, ასეთი პროფილი იყოს ყოველთვის დიდ დროს არ დაგარწმებთ და ბედნიერი ვარ იმით, რომ ეხლა მე თქვენ საზოგადოებაში ვარ და ძველ ვარსაც ვიხდი. იმდენ რაღაცებს წარმოგიდგენთ. ჩემს პატარა ჟურნალისტზე რას ვიტყვი?
ძალიან რუსი ჩამოთვლილი იყო მასთან საუბარი, ძალიან კარგია რომ დაინტერესდა ჩემი პოეზიით და მე შევკიდი როგორც მოვიდა თუ არა რომ მეც მიუძღვნი ეს პატარა ლექსი. ჟურნალისტი გავიცანე, ნორჩი ათინათელი, გაიცინებს, გაიღიმებს, შურზე ადგას ნათელი. შევხედე და გავიზარდე, მოიმატე, რამდენი, რა კარგი ხარ, გოგონა, დაგელოცოთ გამზდელი. აზრის გაგვდა სიხარულიც, კიდევ თაფლის სანთელი, ლექსი რომ დამეწერა, ლექსი რომ არ დამეწერა, ვერაფრით ვერ გავზელი. ინტერვიუ ჩამომართვა, მეგობრები ვიქნებით, მომავალში მარშით მიდის ეს ახალი ფიქრები. 25 მერცხალი მყავს, ერთის მიემატება, სულ მექნება სიხარული, განათლება, მატება. ღმერთო კიდევ გაგვიმრავლე, ნორჩი ათინათელი, საქართველოს რომ გაფსყინდეს და დაადგეს საშველი. მადლობა თქვენ რომ შეგიძლიათ კიდე რაღაცას გადახედოთ და რაღაც დაიწყოთ და რაღაცა ააგოთ. მე ვიტყვი იმას რომ ნორჩი ათინათელი ეს გოგონა გახლავთ ჩემ ნინოს დაინტერესდა. ეს არის თბილისის 159 საჯარო სკოლის A კლასის, მე-7 კლასის მოსწავლე, გავიცანი ნანას ხილტლაძით. რადგან ივან მომაწოდე ეს იდეა არის არაჩვეულებრივი გოგონა ნიჭიერი და შეგვიძლია ჩვენ ინტერვიუები გავაგრძელოთო შვილიშვილმა დამირეკა. ანუ როცა აკადემია დაარსდა, პატარების თვალით დანახული ცნობილი ადამიანების სახეები სულ არსებობდა. ველა ტომში არის ეს. დიდი მადლობა ჯუბა რომოქედიშვილო და აქედან გამომდინარე ჩემ ბავშვებს ისეთი პატარა ეს არის დიდი ჩამოყალიბებული ეს აქეთ მასწავლის მე. აი ხელა ბავშვები გამიზრდია. სად აი როი მეტრეველთან ახლა მწერლობა და ეს ხო სუმოლეული ქონდათ ამ ბავშვებს. ყავდა ერთი 15 მერე 20 მერე 50 და როგორც მერცხლები საქართველოში ისე დაფრინავდნენ. კოვიდმა გადაყლაპა ხალხი, ჩემი ლიდერები, ვინც გვერდში მიდგნენ და გაჩერდა ეს რუბრიკა. დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოს 100 წელი, 200 წელი ღმერთმა გაცოცხლოს. ანუ არის მე-16 ტომი ანთოლოგია თქვენით დაიწყო. პატარა ათინათელების შეხვედრა და როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, ვაღიარებთ ეხლა აქ სულ ჩემი ოჯახის წევრები ხართ, არც კი მომეწონა. იმიტომ რომ ეს პატარა ბავშვები ეს თვითონ კარგი კი იყო, მაგრამ ბატონ ნიკოლოზი ისეთი მინოდა, როგორც რეალურად არის, მაგრამ თითქოს დაბნეული იყო ბავშვის გვერდით და დედიკოს უთხარი რომ ეს არ დამანახოთ, მეთქი გითხრა, ეს არ დამანახო, არა, ეს ამას არ გაუშვა. და მადლობა დედამის თურმე სპეციალისტი ყოფილა და ისეთი კარგი ვიდეო დამიდო, რომ დიდი მადლობა შვილო ამისთვის და ეს ქალბატონიც ინტელიგენტი ქალბატონია, რომელიც რაღაცას მაინც გადაიღებს არასებობს, რაღაცას მაინც თავისებურად მოგვაწოდებს, თუმცა აქ მყავს სოფლიო პიროვნება, რომელიც არის ჩემი ბესო და პატრონობს აგერ. კიდევ ერთი გაზაფხული, კიდევ ერთი ზაფხული, კიდევ ერთი შემოდგომა, კიდევ ერთი ზამთარი, შენის მითხარ, ამ დროებში რომელია მართალი? თუ კითხვაზე მარტივ პასუხს ისევ ღვთისგან მოველი, ვის რატომ, ანდა რისთვის და რამდენზე მოველი. აქ ვინ, რისთვის, რატომ სხედვარ, ეს მარტივ დალოცული მაიცეს, ასე რომ გილოცავთ ყველას ამ ანთოლოგიაზე. Shari, shari, this was the dark.
ხირტლაძე გაიცნობს ახლა ერთმანეთს. ეს მოსწავლეა, მეორეა ექიმი, თანაც არის პოეტი. გენი რას ნიშნავს, როგორ გვანან ერთმანეთს? მიყვარხარ ჩემო ხირტლაძეებო. ძალიან კარგად იცის კახა მიქროზის, ემის მამა მთელი სიცოცხლე იყო ერისკაცი და სიამაყით გამომივლიდან ხოლმე მანქანით და მთელი სიცოცხლე შეუძლე დეპუტატი ვიყავი სოფელში, ჭირი, ტყინი, ლაშა, კიხარ, შვილო, გამომძიებელი, იურისტი, ყველაფერი, მაგრამ 30 წელიწადი ოჯახური ისა ჩხუბი, მიწის გაყოფა, ყველაფერი იყო გულნაზი დედა და ამ ხირტლაძეების გულისთვის ვითხედი ყველაფერს. ამიტომ ესენი ახლა მე უნდა გამეცნო ერთმანეთისთვის, იცნობდეთ შენ კარგი ბედიშვილო, როცა ცოლი გეყოლება გენოკოლოგია და აგერ გაგაცადი. ხოლო ახლა ჯერ როგორც ექიმი და როგორც ასაკით უფროსი დაუთმოთ დათოს ხირტლაძეს სიტყვა და მერე შენ ერთი რამე მინდა გითხრათ პოეტებო. ნიკა არის აღმოჩენა, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია. ნიკას მამიდა პარლამენტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა მარინას ხირტლაძე, რომელიც შესულია აქ მასე მიწყნილი ლექსი და კი გაწუხეთ, მაგრამ ერთი დუმილით შევხვდეთ მარინას სულს, ძალიან გთხოვთ და ის გარდაგვეცვალა, მე თქვენ არ შემიწუხებიხართ, მე ვიყავი სამძიმარზე და მარინამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა ბიბლიოთეკაში ჩვენი აკადემიის გულისთვის, ჩემ გვერდით იდგა, ჩვენთან ერთად იდგა. დიდი მადლობა თქვენ შეგემატათ თითოეულს მისი დარჩენილი წლები. ნიკა არის განსხვავებული პოეტი, დაჯექი ნათელა. 30 წელიწადი ბიბლიოთეკის დირექტორი ვიყავი და მე საერთოდ ჯუბაში რომ ფიქრობდი, როცა კოლეჯსაც რომ ხელმძღვანელობდი იცით აქ და ფიქრობდი რაღაცა სიახლა გამეკეთებია, ახლა ჩემთან მოდიოდა ნათობის, ცისკარის, ყველაფერი რაღაცა ახალი უნდა გამეკეთებია. დავიღლებოდით ხომ ახლა ქეთინო დამეთანხმება ჩამოწერებით, აი ახლა ის ჩამოწერეთ, ის გადაწერეთ და ისეთი უნდა შემეფნა, რომ დროს გაუძლოს ხო. ათინათიც არის განსხვავებული, მე არ ვამბობ, რომ ვინმე ვშობივართ, არ არის. ჩემი ხედვაა, რომ იქ ერთი ადამიანიც რო დარჩეს, თქვენც დარჩებით იმ ერთ ადამიანთან. რაც შეეხება ანთოლოგიაშიც ეს ხედვა მაქვს გათვალისწინებული და მე არ ვიცი ახლა 15 წიგნის ავტორი კი ვარ, მაგრამ მე არ ვამბობ, პოეტი ვარ მეთქი, ედვარდი რო დარჩება და ჯუბა ვიცი და იქ ჩემ ლექსსაც რაღაცნაირად ვიღაცა ჩემიანი მაინც აიკითხავს. ანუ ეს მეთოდი მაქვს გათვალისწინებული და მე მგონი არ ვწდები. მე 2 სიტყვით გეტყვით და არ შეგაწყენთ თავს. სამწუხაროდ ადამიანმა ევალენის ცხოვრება ყველას მოგეხსენებათ როგორია, ნაცვლად სულიერი განვითარებისა და სულიერი სრულყოფილებისა, რის გამოც ღმერთმა შექმნა იგი, არჩია გზა, რომელიც გადის ემპირიზმზე, პრაგმატიზმზე და ამიტომ ვერ უპოვია საბრალოს თავი დღევანდელ არეულ ქაოტურ სამყაროში. ალბათონო გულნას კიდევ ერთი პრობლემა რაც არის და რაც უჭირს ქართველებს არის ერთიანობა. მე მიხარია ის, რომ აი ზუსტად ამ პოეზიამ, ამ სიყვარულმა თქვენ შეძელით ეს, რომ კიდევ რაღაც სხვა ფორმით გაგვაერთიანეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და აი ზუსტად ეს აკლია დღეს ჩვენს ქვეყანას. პირველ რიგში ეს ერთიანობა, სიყვარული და თქვენ აი ამ ყველაფერს აკეთებთ და მე ძალიან მიხარია. გილოცავთ კიდევ ერთხელ და ესეთი და სხვა უპირველეს ყოვლისა მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ხალხო გულნაზი ხარაიშვილს. არა მხოლოდ იმისათვის, რომ ამ შესაძლებლობა მომცა, რომ ამ შესანიშნავ ანთოლოგიაში შევსულიყავი, არამედ უფრო ფართო ჭრილში რომ შევხედოთ, მან უდიდესი საერო საქმე გააკეთა და აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში სულ მუდამ წარსულში და იმედი მაქვს, რომ სულ მუდამ გააგრძელებს თავის მოღვაწეობას ჩვენი ერის კულტურული ძეგლების ასაღორძინებლად და მათ დასამახსოვრებლად ისტორიაში ჩასანიშნად. ჩემი აზრით უდიდესი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ყოველ ანთოლოგიას, რომელიც გამოიცემა. და უპირობ და მინდა აგრეთვე მეც დავეთანხმო ყველას, ვინც აღნიშნა ის, რომ დღეს საკმაოდ
დამკვიდრებული და გაბატონებული პოზიცია აქვს ემპირიზმს და პრაგმატიზმს ჩვენ ცხოვრებაში და აუცილებელი არის რომ ყოველმა ადამიანმა შევძლოთ და ჩვენ სულიერ სამყაროში ჩავიხედოთ, გავავკვლიოთ ჩვენი გზა ჩვენს სულიერ ქარბუქებში და შევძლოთ რომ თავი გამოვახციოთ იმ ტკივილს, იმ უსასუებას, იმ უიმედობას, რაც შეიძლება რომ დღეს სეკულარიზმმა დაამკვიდროს ჩვენზე და ყველამ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა რომ გავამდიდროთ ჩვენი ენა და რაიმე ახალი შევძინოთ ჩვენ ერთს. მე ერთი იდეა მაქვს, მე ახლა ალბათ შენც მოგიწევს წამოსვლა. არსებობს სოფელში საჩხერის რაიონში ორი ხვანი, გადაღმა ხვანი და გადმოღმა ხვანი. დედით შუბითიძე ვარ და დედაჩემი გადაღმა ხვანელი იყო. ანუ მამაჩემმა სიყვარულით შეირთო. მე აქ გაგატანეს შენ წიგნი პაპაჩემი, კიდევაც დავწერე ჩემ პაპაზე, ნუ ბებიაჩემი რო გარდაიცვალა, მამაჩემი დარჩა რა. და ბუდაში ჩასვა მამაჩემმა, პაპაჩემი თქვენ წარმოიდგინეთ დათო შვილო შენ დამირეკე ჩემი თამუნა რომ შობიარო და არავინ არ მითხრეს რომ უფალი არ არსებობსო. თამუნაც მძიმეთ იყო და ერთი სიტყვით ექიმებმა სპეციალურად მოიყვანეს თურმე ჩაატარეს თათბირი რომ ბავშვს არანაირი ნაკლი არ გამოყვა. ასე იყო რომ ეს მამაჩემი რო დარჩა, პაპაჩემმა ბუდაში ჩასვა თურმე მამაჩემიდან თოვლში, ხვანიდან იგზარაში წაიყვანა. და ესე იგი ერთ-ერთ სოფელში ხალი თურმე მერბეშვილზე იწვა და გარეთ რო გამოსულა თურისთვის უთქია ვიღაცა მოდის და შეიძლება ძაღლებმა შეჭამონ. ეს იყო პაპაჩემი, მოყავდა პირილით მამაჩემი. წარმოიდგინე 8 კილომეტრი თოვლში იარა. ამას აღარ გავაგრძელებ, ეს სხვა თემა არის. ანუ ეს შვილები არიან ახლა ჩემთან, დედაჩემი შტო, შუბითიძეები. ახლა ვინ არის ამათი დედა? დედა არის, ხო? შენ დედამთილი ხარ, მამუკაცთოლი? სამი სოფელი არის დაცლილი. ერთი ქალი ცხოვრობს, კახა. ძალიან დიდი ტყეები, აი ოსების ჩვენს კერო არის ოსების დიდი ტყეები, ამაზე დიდი მთებია. ერთი ქალი ცხოვრობს, სიალა შუბითიძე, 80 წლის ქალი, რომელიც ტრაქტორზე ძინს, ბრავს. თოხნის კიდევაც, ცელავს კიდევაც და მარტოა. ჩემო აკადემიის წევრებო, თქვენ ყველანი ვინც აქ ახართ მოსულები და ვინც არ მოსულ ხართ, ძალიან ბევრი არის გრიპებით. და ამიტომ ვერ მოვიდნენ, თორე ალბათ გადაჭედილი იქნებოდა უფრო კიდევ დარბაზი. შიშობდი რომ სადავსო ხალხი მეთქი, იმდენს უნდოდა მოსვლა. მაგრამ ეს ფაქტი ასე მოხდა. ავტორები არ მყავს ეთერი ჭელიძე მისიდა და ძალიან ბევრი. ვინც მოვიდნენ, არის რჩეული საზოგადოება, აგერ შემომემატა დავით ცხირტლაძე, ექიმი, თანაც მთავარი ექიმი, თანაც პოეტი, დიდი მადლობა დავით რომ მოხვედი. აგერ შემომემატა ჯუბა ჯუღელი არის საკრებელი, არის საქართველოს არ ვიცი, მარტო პოეტი კი არა, ძალიან დიდი ადამიანი. პირველ რიგში აქედან უნდა დაიწყო, როცა პოეზიას ლაპარაკობდა. ედვარდი, ხო, ეს ჩათვალე რომ ჩემი შვილია. ყველა ჩემი შვილები ხართ. განურჩევლად ასაკისა, ყველა მიყვარან, ყველას უყვარვარ ვიცი, ყველას დედა ვარ და აი დედაშვილური ურთიერთობებით უნდა გავაგრძელო. ეს ცხოვრება ჯერ ასაწასვლას არ ვაპირებ ესო. არაფერი არ ჩაიფიქრონ. ვინ გიშვებთ? ვინ და ნინო მოვიდა ჩემთან, ფეხი რომ მომტყდა და დედი, აგერ არის შენი შვილიშვილი და აგერა ვარ მე, გოგო მე უთხარი, თავი კი არ დამიტყია, ფეხი მომტყდა, რა ფეხებში მომჩერები ხარ ხო? გეფერებით სულ ყველას დიდი მადლობა, ტელევიზიას დიდი მადლობა. აკადემიის წევრებს ვერ გააკეთებთ ჩვილო, ვერ გააკეთებთ. გაიხარეთ, მიყვარხართ ყველანი.